საადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ხდება ცნობილი, რომელიც ეხება კონკრეტულ საქმეს, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევა შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ 2023 წელს გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია საქართველო, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, არსებობს კონკრეტული кейსები, მაგალითად ამ განაჩენში მიმოხილულია ქართველი წყვილის ამბავი, რომლებმაც სწორედ გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს, მას შემდეგ რაც მიიღეს უარი, უკვე გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში. საუბარია იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარი საჯარო სამსახურში იყვნენ დასაქმებული საქართველოში, თუმცა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ქმარი გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან, ის პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო ასევე ცოლის მიმართ იყო შენიშვნა ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მას აღარ მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ საპროტესტო აქციებში. სწორედ აღნიშნულ кейს განიხილავს ახლა გერმანიის სასამართლო, ცოლ-ქმარს დროებითი თავშესაფარი მიანიჭეს, იქამდე ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საზღვარგარეთ ხდება პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, მიმართვიანობასთან დაკავშირებით საუბრობენ სწორედ უფლებადამცველები ჩვენთან საუბრისას, ამბობენ, რომ საქართველოში განხორციელებული რეპრესიების იმ კანონების გამო, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, მიმართვიანობა გაზრდილია საზღვარგარეთ, არაერთი ადამიანი წავიდა საქართველოდან, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ და აღნიშნული მიმართვიანობის გაზრდა არ არის გამორიცხული, გამოიწვიოს შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც სტატუსი მიანიჭა 2023 წელს. როდესაც ფასდება ის თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა უსაფრთხოების კრიტერიუმებს, რა თქმა უნდა, ასე დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული ვითარება და ფონი და მაგალითად გასული წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით. ქართულმა ოცნებამ მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელსაც რეპრესიულად იყენებს ადამიანების მიმართ. ასევე ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან მათ მიერ გამოხატული მოსაზრებების გამო, ადამიანების მიმართ მიმდინარეობს დევნა, ხო? ასევე საკმაოდ მძიმე ვითარება არის ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან გამოყენებული წამებისა თუ დამამცირებელი მოპყრობის არაერთი შემთხვევა, ასევე აქტიური ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. გაუარესებული არის მდგომარეობა ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. გაყალბდა საქართველოში, მას შემდეგ რაც ვნახეთ წამება ქუჩაში, მას შემდეგ რაც ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც ტელეფონებს იპარავენ და ძარცვავდნენ ადამიანებს, მას შემდეგ რაც ვნახეთ ის, რომ ყოველდღე ასობით საჯარო მოხელეს უკანონოდ ათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ პოზიცია გამოხატეს, საბოლოო ჯამში მივდივართ აქამდე, რომ ყველა ადამიანის უფლება არის ნიველირებული იმ პირობებში, როცა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება მნიშვნელოვანია ასევე უვიზო მიმოსვლის კონტექსტშიც, თუმცა ახლა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული ეჭვები. გერმანიის სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ არსებობს კითხვის ნიშნები, რამდენად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოში არსებული მდგომარეობა. უფლებადამცველები საუბრობენ იმის შესახებ, რომ 2023 წლის შემდგომ მკვეთრად შეიცვალა ვითარება საქართველოში ადამიანის უფლების მხრივ, ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის არაერთი ფაქტი არსებობს საპროტესტო აქციებზე, თუ როგორ არაადამიანურად ეპყრობიან სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს, ის რომ პოლიტიზირებულია სასამართლო სისტემა, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და მთელი რიგი დარღვევები, რომელიც გამოიხატა, მათ შორის არჩევნების შემდგომ ამ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ამიტომ უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ მოვლენებმა, ამ ფაქტებმა გავლენა იქონიოს გერმანიასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებში. მადლობა, ეს იყო ნინო ელიკაშვილი.